როდის იწყება ემიგრაცია? როდესაც ადამიანი ტოვებს სამშობლოს თუ მაშინ როდესაც იღებს სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილებას? ნებისმიერი ემიგრაცია პრაქტიკულად ეს ხომ დიდი მოგზაურობაა. და მოგზაურობის მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად საკუთარი თავისგან გაქცევა. მაგალითად სირდუხჭირისგან. ანუ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, შეიძლება იყოს მატერიალური, სოციალური, შეიძლება ხარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მაგალითად და თავს რომ უშველო მიდიხარ. ზოგჯერ ვთქვათ იდეური შეუთავსებლობა გაქვს სახელმწიფოებრივ დონეზე, პოლიტიკურად ვერ ეწყობი და ტოვებს სამშობლოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხომ დიდი მოგზაურობის დასაწყისი. აი გავიხსენოთ ძალიან პოპულარული იყო პაულო კოელიოს ალქიმიკოსი თუ გახსოვთ. არის ეს მომენტი, როდესაც სანტიაგო ხედავს სიზმარს, მწყემსავს რაღაც ცხრებს თუ სადღაც დიდი კვიპაროსის ძირას ჩაეძინება და ხედავს სიზმარს, რომ სადღაც პირამიდების ქვეყანაში დიდძალი განძია ჩაფლული და ზუსტად იცის ახლა სანტიაგომ რომ აი ამ პირამიდების ქვეყანაში რომ მივად აი ნახავს, იპოვის აი ამ ხედს რაც ნახა სიზმარში და აი ზუსტად ეცოდინება რომ აი იქ არის ეს დიდძალი განძი და იწყება სანტიაგოს მოგზაურობა. ბევრი პატრაკი გადახდება, მელქისედეკს გაიცნობს, ბროლის ჭიქით ჩაისაც დალევს და საბოლოო ჯამში ჩადის, აი იპოვის, აი ეს არის ეს, აი პირამიდების ქვეყანა. და რა თავს დაესხმიან ავაზაკები, სცემენ უმოწყალოდ რაც აქვს ყველაფერს იმასაც გახდიან და მომაკვდავი ჩვენი დაძვამბილებული სანტიაგო არის ქვიშაში და ერთ-ერთი ყაჩაღი რომელიც ეს იბერტყავს ეს ხელს რომ აი უნდა წავიდეს იმ და სცემეს ეს მიდის და იგო აქ რა გინდაო აქ რო ხარო რა მოგიყვანო და ესო სიზმარი ვნახეო ეს პირამიდების ქვეყანაშიო დიდძალი განძი მეგულებოდაო თითქოს და მოვდიოდიო ამიტომ და ესე მოკლე შინაარსი ეს არის და ეს მოხედავს ეს ყაჩაღი და რა სულელი ხარ. რამდენიმე წლის წინათ მეც ვნახე სიზმარიო სადღაც კვიპაროსის ხის ძირას წყემს ჩაეძინაო. და იქ იმ მძინარე მწყემს გვერდით რომ მქონდაო თავისი პატარა ფარდული სახლიო იმ სახლის ქვეშო დიდძალი განძი იყო ჩაფლულიო მაგრამ განა მე შენნაირად სულელი